განადგურებული ქალაქები, მიწასთან გასწორებული სკოლები, საბავშვო ბაღები, ეკლესიები, საავადმყოფოები თუ საცხოვრებელი სახლები, 10,000-ობით დაღუპული, დაშავებული თუ მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი, მშვიდობიანი მოქალაქე და ბავშვი, მილიონობით ლტოლვილი და კიდევ უფრო მეტი, სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების საჭიროების მქონე ოჯახი. უკრაინის ტერიტორიაზე ომის დაწყებიდან ზუსტად 3 წელი გავიდა. საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე უწყვეტ რეჟიმში უჭერდა მხარს უკრაინას და ეს არაერთხელ დადასტურდა. ეხმარებოდა უკრაინას და საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს. მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად საქართველოს შეუერთდა 500-ზე მეტ საერთაშორისო რეზოლუციას. დაგმო რუსული აგრესია. ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ მყარად დააფიქსირა საკუთარი პოზიცია გაეროსა და მის სპეციალიზირებულ სააგენტოებში, ეუთოში, ევროპის საბჭოში, ევროკავშირსა და სხვა ორგანიზაციებში. მხარდაჭერა და დახმარება ომის პირველივე დღეებიდან დაიწყო. 2022 წლის 27 თებერვლიდან მოყოლებული საქართველოდან უკრაინაში 600 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა, მათ შორის პირველადი დახმარების ნივთები, მედიკამენტები, ჟანგბადის კონცენტრატები. გარდა ამისა, უკრაინულ მხარეს ეგზავნებოდა სისხლი, სისხლის გადასხმის საშუალებები და სპეციალური ტესტერები. გარდა ამისა, იგზავნებოდა საკვები ბავშვებისთვის, ტანსაცმელი, ჰიგიენური ნივთები, მედიკამენტები, ვაქცინები თუ სხვა აუცილებელი საქონელი. საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის 25,5 მილიონი ლარის ღირებულების ინდუსტრიული გენერატორიც შეიძინა, იმისთვის, რომ უკრაინაში შექმნილი მძიმე ენერგოდეფიციტის პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის საავადმყოფოების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეძლებოდათ. საქართველოს შეიფარა 26,000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე. უზრუნველყო ისინი კომფორტული საცხოვრებლებით, საკვებით, სამედიცინო მომსახურებით, უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი, ქართულ სკოლებში, უკრაინელი ბავშვებისთვის გაიხსნა უკრაინული სექტორები. საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობა რამდენიმე 10 მილიონ ლარს აჭარბებს. თუმცა, მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, რაც ჩვენმა ქვეყანამ უკრაინელი ხალხის მიმართ ომის დაწყების დღიდან გასწია, უკრაინელი მაღალჩინოსნები, პრეზიდენტი, მინისტრები თუ სხვა რიგითი უკრაინელი პოლიტიკოსები საქართველოს მთავრობას უსამართლოდ აკრიტიკებენ, ავრცელებენ რეპუტაციის დამაზიანებელ განცხადებებს. კრიტიკა კი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობამ მაშინდელ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მიიღო საკმაოდ რთული, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველო ფინანსურ სანქციებს არ შეუერთდებოდა. საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. ამ განცხადების გაკეთებიდან 3 წელი გავიდა. განვლილმა წლებმა კი ნათლად დაადასტურა იმჟამინდელი გადაწყვეტილების სისწორე. ის, რომ ფინანსურ სანქციებზე მიერთება რუსეთის ნაცვლად, მხოლოდ საქართველოს და ქართველ ხალხს დააზარალებდა. მინდა მკაფიოდ განვაცხადო და ერთმნიშვნელოვნად, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ჩვენი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. ვინაიდან, კიდევ მეორე, აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. მაშინ ამ გადაწყვეტილებას საკმაოდ დიდი და უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. რადიკალური ოპოზიცია სირცხვილით იწვოდა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ეჭქვეშ არ დააყენა. ალბათ ხდება მომენტი, რომ შეიძლება რაღაც ბომბებისგან მიღებული რაღაცა ცეცხლი უფრო სჯობდეს იმ სირცხვილს და იმ ხვას, ხო, რაც თუნდაც ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ალბათ ძალიან ბევრმა ქართველმა ვიგრძენით. რადიკალი ოპოზიციონერები ხელისუფლების პრინციპული გადაწყვეტილების შემდეგ აქციებს აწყობდნენ და სანქციების დაწესებას კატეგორიულად მოითხოვდნენ. უკრაინელები გვაძლევენ ღირსებისა და გმირობის მაგალითებს. ეკონომიკური სანქციების შედეგი ძალიან სწრაფად რუსეთის სრული გაღატაკება იქნება. უკრაინელები დღეს იბრძვიან იმისთვის, რისთვისაც ვიბრძვით ჩვენ. ეს არის ბრძოლა, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი თავისუფლების ბედსაც. სირცხვილი უნდა მოვიწმინდოთ. დღეს ეს არაა საქართველოსთვის ომი სადღაც სხვაგან. ეს არაა ომი, რომელზეც გულგრილად შეიძლება თქვა ომი სხვაგანაა. მე ჩემი საქმე მაქვსო. უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა, ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის. ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია.
მთელი მსოფლიოს მომავალი დღეს უკრაინაში წყდება. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევძლოთ ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს. უკრაინაში ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, უფრო მეტიც პირადად ჩემი და ჩემი თანამოაზრეების ბედიც. არც კი ვიცი, რისი გაკეთება შეგვიძლია, ჩვენი მთავრობის იმედი არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ახლა მთელი უკრაინა ბედნიერია. უდიდესი ისტორიული გარღვევა მოახდინა ქვეყანამ და უდიდესი სიმბოლო გახდა ზელენსკი. დარწმუნებული ვარ, ნობელის პრემიას მისცემენ. ზელენსკიმ მადლობა ქართველ ხალხსო, არის დრო, როცა ხალხი არ არის მთავრობაო. ფინანსურ სანქციებზე არ მიერთება გახდა საბაბი საქართველოს დაშანტაჟების. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოელი ლობისტები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ საქართველო რამენაირად ომში ჩაეთრიათ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მეორე ფრონტი გაეხსნათ. ამ პირობებში და ამ მთავრობაში ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ერთადერთი გამოსავალი აქვს. ომი და უკრაინის უსწრაფესი გამარჯვება. რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, გარყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ. როცა გაბრალებენ, რომ აბა ომი გინდათ, თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. ომის პარტია დამიძახოთ, ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა, კი, მოსულა, გაიგეთ, ყველამ გაიგო. გარდა იმისა, რომ თავად რადიკალები ითხოვდნენ ომის დაწყებას, უკრაინელი მაღალჩინოსნებისგან მოდიოდა პირდაპირი მოწოდებები, ძალის გამოყენებით დაგვებრუნებინა აფხაზეთი და ოსეთი. ძვირფასო ქართველებო, გარეთ მშვენიერი ამინდია. იქნებ გაიხსევინოთ ცხინვალსა და სოხუმში, შეგიძლიათ გაიყოლოთ რამდენიმე ჯავშან ტრანსპორტიორი, ტანკი, მიდით, გამოგადგებათ. ომის პირველივე დღეებში ქართველი რადიკალები თავად აწყობდნენ პროვოკაციებს. მაგალითისთვის გავიხსენოთ ომში მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა მთავრობის სახელით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოხალისეს თავისი სურვილით შეეძლო წასულიყო ომში და უკრაინისთვის ებრძოლა, რადიკალები მთავრობისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ ომში მოხალისეების სპეციალური რეისით გაგზავნა დაეორგანიზებინა, რაც პირდაპირ იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ საქართველო ომში ჩაერთო. ამ პროვოკაციას ქართულმა ოცნებამ სათანადო პასუხი გასცა და ქვეყნის ბედი რისკის ქვეშ არ დააყენა. მთავრობისგან მტკიცე უარი მიიღეს საბრძოლო შეიარაღების მიწოდებაზეც. ახლა იგივე ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებისთვის არასდროს უთხოვიათ ფინანსურ სანქციებს შეერთებოდა რუსეთის წინააღმდეგ, რომ მათ არასდროს ნდომებიათ ომი და ბომბები საკუთარ ქვეყანაში. არასოდეს არავის არ მოუთხოვია, რომ საქართველოს შეეწყვიტა სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან. ეს არის ტყუილი და პროპაგანდის გავლენა. სწორი ნაბიჯი იყო. არავის არ მოუთხოვია სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტა. ეს არის პროპაგანდა და ტყუილი. ოპოზიცია ხო მithხოვდა, რომ სანქციები არასოდეს სავაჭრო ურთიერთობა, არასოდეს არ ყოფილა, ეს ტყუილია. ვერც ომში რომ ვერ ჩაგვithრიეს და ვერც ქვეყნის დამაზიანებელი ქმედებები ვერ განახორციელებინეს მართლ გუნდს, შანტაჟის სხვა ფორმით გაგრძელდა. უკრაინის პრეზიდენტმა ჯერ საკუთარი ელჩი გაიწვია. ეს იმ პირობებში, როდესაც მათი ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები ახალი დაწყებული იყო, ხალხი იხოცებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე კი უამრავი უკრაინელი იყო, რომლებსაც დიპლომატიური დახმარება და საელჩოს მომსახურება ესაჭიროებოდათ. თუმცა ზელენსკიმ ელჩი გაიწვია და ამით მხოლოდ საკუთარ მოქალაქეებს ავნო. ქვეყნის შანტაჟში ჩართულები იყვნენ არამხოლოდ რადიკალ ოპოზიციონერები, არამედ სრულიად ნაცმედია და არასამთავრობო ორგანიზაციები. ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციებს. მაგალითად, უარგუმენტოდ ამტკიცებდნენ, რომ საქართველოს ტერიტორია გამოიყენებოდა სანქციებისთვის გვერდის სასავლელად. ამ უსაფუძვლო ბრალდებასაც მალევე დაესვა წერტილი, როდესაც საქართველოს შეერთებული შტატების სანქციების მონიტორინგის ჯგუფი ეწვია, რომლის დასკვნითაც საქართველოს სათანადოდ იცავდა საერთაშორისო სანქციებით დაწესებულ შეზღუდვებს და მისი დარღვევის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა. შემდეგ ქვეყნის ევროპული გზა გახდა შანტაჟის ობიექტი. მაშინ, როდესაც ყველა მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა მოწინავე პოზიციებს იკავებდა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე პირველ ეტაპზე გაურკვეველი მიზეზებით უარი უთხრეს, რითიც ადგილობრივ რადიკალებს მიეცათ საბაბი საპროტესტო აქციები გაემართათ და საქართველოს ხელისუფლება დასავლური კურსიდან გადახვევაში დაედანაშაულებინათ. რამდენიმე
რამდენიმე თვეში სტატუსი მაინც მივიღეთ, თუმცა ფაქტი ერთია, უკვე 3 წელია ჩვენი ქვეყანა დასავლეთის მხრიდან წნეხის ქვეშ იმყოფება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რომელიც საქართველომ მშვიდობის შენარჩუნების გამო გამოიარა. შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ ელჩთან კელი დეგნანთან შეხვედრის დეტალები. ის თუ როგორ აიძულებდა ბაიდენის ადმინისტრაცია ელჩის მეშვეობით ქართულ ოცნებას ბრმად მიჰყოლოდა ყველა მითითებას, რომლის შედეგები სავალალოდ აისახებოდა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. პაპუაშვილი წერს, რომ ელჩი ხელისუფლებისგან მოითხოვდა რადიკალური ზომების მიღებას ყოველგვარი გარანტიების გარეშე, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. ომის დაწყების მომენტში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოში არ იმყოფებოდა, თუმცა რამდენიმე დღეში დაბრუნდა და ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩემთან შეხვედრა მოითხოვა. 2022 წლის 28 თებერვალს პარლამენტის სასახლეში მას შევხვდი მის თანხლებებთან ერთად. პირველი, რითაც მან საუბარი დაიწყო, იყო დაბნეულობის და იმედგაცრუების გადმოცემა, რომელსაც მისი მთავრობა გრძნობდა საქართველოს პრემიერის გადაწყვეტილებასთან და 25 თებერვლის განცხადებასთან დაკავშირებით. მისი სიტყვებით, ახლა იყო მომენტი, როდესაც უნდა აგვერჩია ნათელ მხარეს ვართ თუ ბნელ მხარეს, რაც პირველ რიგში რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებზე შეერთებაში უნდა გამოხატულიყო. ელჩი ამ მოთხოვნას ხაზგასმით და მკაფიოდ აფიქსირებდა. მისი სპეციალური თანაშემწე კი ჩემს პასუხებს დაწვრილებით იწერდა. ამ დროს დაწყებული ომის მასშტაბები და შედეგი ჯერ ისევ ბუნდოვანია. საქართველო, რომელსაც არავინ უთანხმებს რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ სანქციების დაწესებას, მის შინაარს, ხანგრძლივობას, რაიმე კონკრეტიკას ვერ მოაწერს ხელს ასეთ სუფთა ფურცელს, პასუხობ მე. უცნობია ასეთი მკვეთრი დემარში, რას მოუტანს საქართველოს, რა საპასუხო დარტყმას მივიღებ და რა რისკებში აღმოჩნდებით ჩართული. ჩვენ ვართ სპეციფიური ქვეყანა, რუსული ჯარი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე, ჩვენ არ ვართ არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, არც ნატოს ბირთვული ქოლგა და არც ევროკავშირის ეკონომიკური ურთიერთდახმარების ვალდებულება გვიცავს. ამ ცალსახა პოზიციასთან ერთად იქვე ვუპასუხე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გადადგა გარკვეული ნაბიჯები, თუნდაც იგივე საბანკო სფეროში, რომლითაც გამოირიცხა სანქციების გვერდისავლა. აღნიშნე, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ნებისმიერი ფორმატის განხილვებსა და კენჭისყრებში საქართველო უკრაინის მხარეს იჭერდა. თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კატეგორიული და შეუვალი იყო. ერთადერთი პასუხი, რისი მიღებაც მას სურდა, იყო თანხმობა სანქციების დაწესებაზე. ყოველ ჯერზე ის მიტრიალებდა კითხვას, ვაპირებდით თუ არა შევერთებოდით სანქციებს და ყოველი უარის შემდეგ დემონსტრაციულად აძლევდა ნიშანს მის თანაშემწეს, რომ ეს მის ჩანაწერში აესახა. მოგვიანებით დრომ დაადასტურა, რომ სანქციების პოლიტიკა დასავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის შედეგად გინდებოდა, რომელშიც ყველა ცდილობდა სანქციები თავისი ქვეყნის ინტერესებისათვის და საჭიროებებისათვის მოერგო. კერძოდ მათი უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით ენერგეტიკის სფერო სანქციებიდან მეტწილად გამოირიცხა. ომის პარალელურად ევროპაში რუსული გაზი კვლავ უკრაინის გავლით მიედინებოდა. ლიეტუვა კი რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ღვინოს არ აწარმოებს. ამერიკის ელჩს ასევე განმომარტე, რომ უკრაინას დღეს თუ რამე ესაჭიროებოდა. ეს სანქციები კი არა სამხედრო დახმარება იყო, ჯარის შეიარაღება, თავდაცვის სისტემები. ვხედავთ, რომ ზელენსკი საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს მებრძოლების გაგზავნას და იქნებ ამერიკის შეერთებულ შტატებს ეფიქრა ამაზე. ამ წინადადებაზე იქვე მიპასუხა, გინდა რომ ბირთვული ომი დაიწყოს, რაზეც ვუთხარი, ხედავთ თქვენ ფრთხილობთ, ჩვენი სიფრთხილე კი არ მოგწონთ. რეალურად კი არსებულ ვითარებაში ჩვენთვის ვითარების ესკალაცია და შესაძლო ომი ბირთვული ომის ტოლფასია. ჩვენი საუბრის შემდეგ ელჩი სახელმწიფო კანცელარიაში პრემიერ-მინისტრთან სასაუბროდ გაეშურა. ჩემთან საუბარი როგორც საკანონმდებლო ორგანოს 2 თვის წინ არჩეულ თავმჯდომარესთან, როგორც ჩანს, მხოლოდ მოთელვა იყო. პრემიერ-მინისტრთან საუბარი კი გაცილებით მოცულობითი და პირდაპირი იყო, ვიდრე მხოლოდ ეკონომიკური სანქციების დაწესება არ დაწესების საკითხი. ელჩის ყველა მცდელობა უშედეგო გამოდგა. საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა დაუფიქრებელ და არაგონივრულ ესკალაციაზე. არ ვიცი რამდენად არის ეს დამთხოვა, თუმცა ამ დრამატული საუბრების მეორე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ზუსტად ამ საბაბით საქართველოდან ელჩი გაიწვია, რითაც ვითარება უფრო დაამძიმადა თბილისში მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების ცეცხლზე ნავთი დაასხა.
მთელი ამ წლების მანძილზე სრულიად დასავლური მედია ლიბერალ პოლიტიკოსებთან ერთად ამტკიცებდნენ, რომ უკრაინა ომს უპირობოდ იგებდა, რუსეთი კი მალე განადგურდებოდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ნათლად გამოჩნდა, რომ აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამებოდა და ვითარება უკრაინაში იმაზე უარესად იყო, ვიდრე ამას გვიჩვენებდნენ. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის გადარჩენის საკითხი, ეს არ არის მხოლოდ ევროპის უსაფრთხოების საკითხი, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთელ ჩვენს საერთაშორისო წესრიგს და ამიტომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობა მთელი გლობალური საზოგადოების ამოცანაა. უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი და პუტინის აგრესია სტრატეგიული მარცხი უნდა იყოს, ასე რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინელებს გაიმარჯვონ და მომავალი დაიბრუნონ ხელში. ყველაფერს აღვადგეთ უმოკლეს დროში. რუსეთი ამ ომს წააგებს. ჩემთვის საინტერესო იქნება შევხედო საქართველოს მთავრობას, როდესაც რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. როგორ გაამართლებენ ისინი საკუთარ განცხადებებს ან სიჩუმეს? უკრაინელებს აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ რუსების დასამარცხებლად. To defeat the Russians. ეს აგებს ომს უკრაინულ არმიასთან და ამიტომ უნდა რომ დახოცოს უბრალო მოქალაქეები. მორალურად, პოლიტიკურად და სამხედრო კუთხითაც კი რუსეთი ამ ომს აგებს. მთავარი საკითხი, რომელიც ამ კონფერენციის ფარგლებში განვიხილეთ, გახლავთ არა მხოლოდ უკრაინის გამარჯვება, არამედ რუსეთის როგორც სახელმწიფოს დასასრული. Ukraine will win. უკრაინა მოიგებს ომს და იქნება თავისუფალი. Putin wird den Krieg nicht gewinnen. პუტინი ვერ მოიგებს ომს უკრაინაში. არ არის შესაძლებლობა, რომ პუტინმა მოიგოს ომი უკრაინაში, რადგან მან უკვე წააგო ეს ომი. რუსეთი დამარცხდება, ნებისმიერი აგრესორი დამარცხდება, ჩვენი გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს და მსოფლიოს დიდი ხანია სჭირდება ეს ცვლილებები. ის, რასაც საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ამბობდა, რომ მშვიდობა და ხალხის კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო, გაეროს ახალ რეზოლუციაშიც აისახა. სულ რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკის მიერ დაინიცირებულ და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაში ყურადღება სწორედ ომის დასრულებაზეა გამახვილებული. ამ რეზოლუციის პირველი თანასპონსორი საქართველო გახდა. რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ომის დაწყებიდან ყოველწლიურად მიიღებოდა რეზოლუცია, თუმცა მხოლოდ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ დაინიცირდა რეზოლუცია, რომლის მთავარი პათოსი და მიზანი ომის დასრულებაა და არა ომის გაგრძელება და კონფრონტაცია. აღნიშნული რეზოლუციის პირველი მხარდამჭერიც სწორედ საქართველო გახდა. ამით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მშვიდობის მნიშვნელობაზე. ჩვენი მთავარი მიზანი, რატომაც ხარს უჭერთ პირველივე წამიდან, როდესაც მოხდა ამ რეზოლუციის პროექტის ინიცირება, არის ის, რომ ამ რეზოლუციის მთავარი არსი არის მშვიდობისკენ მოწოდება. მშვიდობა, რომელიც ჩვენთვის საწყისი პერიოდი ომიდან და ომის დაწყების პირველი წამიდანვე იყო მთავარი მოწოდება და მთავარი მიზანი. მშვიდობა უკრაინისთვის, იმიტომ რომ უკრაინის მშვიდობა ეს არ არის მარტო უკრაინაში მშვიდობა, ეს ნიშნავს მშვიდობას მთლიანად რეგიონში და რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი. მტკიცე პოზიციებით და რაციონალური გადაწყვეტილებებით საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო მშვიდობის, სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება.